გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ურათორიასთან ერთად. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. ორი თებერვალი ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია მიანიჭა. ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე დებატების დროს პარლამენტარებმა საქართველოს მხრიდან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს, რაც წინაპირობა იყო იმისა, რომ ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლისთვის მიეღწია. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარი 553 დეპუტატმა დაუჭირა. 66 პარლამენტარი იყო წინააღმდეგი და 28 დეპუტატმა თავი შეიკავა. ქართველო მეგობრებო, დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დამატებითი იმპულსი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს უკვე 1 წელია აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მათ პროევროპული სულისკვეთება გააჩნიათ. ამ ქვეყანაში არჩევნებზე მუშაობდი. მე იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე შევა ეს დოკუმენტი ძალაში და თან იმ დროს, როცა ტრამპი და პუტინი საპირისპირო მიმართულებით მუშაობენ. საქართველოს ვულოცავ მიღწევებს. ევროკავშირის დროშები მეც მინახავს საქართველოში. ამ ქვეყნის მოქალაქეები მტკიცედ დგანან ევროპის გზაზე და ჩვენს ერთად უნდა დავდგეთ და მხარი დაუჭიროთ უვიზო მიმოსვლას. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს. დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე იქნება იმის დასტური, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ძალიან დიდი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მე მინდა მათაც ასევე მიულოცო ეს უდიდესი წარმატება. უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი, რომელთაც შეძლებს თითოეული საქართველოს მოქალაქე რომ ისარგებლოს და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ძალიან ბევრ სხვა თანამდებ სარგებელსაც და ვფიქრობ აუცილებლად იქნება ძალიან მიმზიდველი და საინტერესო წინადადება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, ვიზა ლიბერალიზაციისადმი მკაფიო მხარდაჭერა ამ გზაზე ქვეყნის მიღწევებისა და წარმატებების დადასტურებაა. მისი განცხადებით პროცესი ამით არ სრულდება და დარჩენილია რამდენიმე ტექნიკური დეტალი, რაც სავარაუდოდ მარტის ბოლოსთვის დამთავრდება. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა და ქვეყანა გამختارიყო სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ვიზა ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. განიხილეს 2017 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა და პრაქტიკულ ღონისძიებათა ნუსხა. მათ შორის აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა, დობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, დევნილთა საქმეების, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებმა წარმოადგინეს გასულ წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2017 წლის სამუშაო გეგმა. ანგარიშთან დაკავშირებით თანამომხსენებლებმა მთავრობის წევრებს წარუდგინეს მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და აღინიშნა, რომ საჭიროა ოპტიმიზაციის პროცესის გაგრძელება. მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს ანგარიშები მადამით დაქვემდებარებული უწყებების მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. საუბარი იყო პრობლემებზე,
ასევე დაიგეგმა 2017 წლის პრიორიტეტები, სადაც ხაზგასმით აღინიშნა დევნილებზე ორიენტირებული პროგრამების აუცილებლობა. ამასთან საუბარი იყო აფხაზური ენის პოპულარიზაციაზე. იყო წინადადებები, რომ საკონკურსო საატესტაციო ასე ვთქვათ მოთხოვნებში ჩაიდოს აფხაზური ენის ცოდნის აუცილებლობა. ამასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, თუმცა გადაწყდა, რომ მომზადდეს საკითხი შემდგომი განხილვისათვის. გამოიკვეთა ერთი ძალიან სერიოზული წინადადება, რომლებიც წამოაყენეს თანამომხსენებლებმა, რომლებიც ამ შემთხვევაში იყვნენ ჩვენი აპარატის წარმომადგენლები და სწავლობდნენ ამ ანგარიშებს. თითქმის ყველა წინადადებაში, რეკომენდაციაში გაჟღერდა სტრუქტურების შემდგომი რეორგანიზაციის საკითხი, ოპტიმიზაციის საკითხი. მიუთითეს, რომ უფრო მეტად და გაბედულად უნდა მუშაობდნენ მონიტორინგის სამსახურები ჩვენს სამინისტროებში. მიუთითეს იმაზე, რომ მეტი ყურადღებას საჭიროებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობა, რომლებიც ძალიან ბევრია კულტურისა და განათლების სამინისტროში და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. იქ არის ძალიან სერიოზული რეზერვი საქმიანობის სრულყოფისა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაუბრუნდებით ამ საკითხს, რათა უფრო კონკრეტული, ეფექტური და მიზანმიმართული გავხადოთ ჩვენი სტრუქტურების საქმიანობა. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხები განიხილეს. ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ წარმოადგინა და დევნილი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ცალკეულ ასპექტებზე, გამოწვევებზე, რისკებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანდაცვის მდგომარეობასა და პრობლემებს. მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების დინამიკა ზრდადია და 2016 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 3920 ბენეფიციარმა მიიღო დახმარება. მაშინ როცა წინა წელს ეს რიცხვი 2869 შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც მიიღეს. ქეთევან ბაკარაძის განცხადებით საკმაოდ გაიზარდა გასვლითი პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების რაოდენობა. სამინისტრო ამ პროცესის შედეგად გამოვლენილ ავადმყოფთათვის დახმარების გაწევაზე ცრუნავს. კომიტეტის ხდომა ხმაურიანი გამოსვლების ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობის მიწვევით ხდომას აფხაზთა კრების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჯანდაცვის კომიტეტზე დღის წესრიგის გარდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემწეობის თანხის რეფორმის მოსამზადებელ დოკუმენტზე მსჯელობას აფხაზთა კრების მხრიდან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა მოყვა. და გეუბნებით იმას, რომ ეს მთავრობა თანამშრომლობს სეპარატისტულ ადმინისტრაციასთან. აი ის თანხები აქ ერთად გაყოფილი. მათი მიზანი იყო დღეს ამის ჩაშლები, სხვა მიზანი ამათ მოსვლას არ ქონდა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა შეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა. შეხვედრის მონაწილეები სამედიცინო პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკის ზოიძის წინადადებით გადაწყდა, რომ წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და ეს თემა მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნება. დღეს განვიხილეთ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩვენი თანამემამულეების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები, ჩვენი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, საკადრო პოტენციალის გაუმჯობესების საკითხები და ასევე გარკვეულწილად წარვდექით ჩვენი საქმიანობის შესახებ ანგარიშით. თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპაციურ საზღვრებს ზღვარის მიღმა ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, პირობები გაცილებით უფრო მძიმე დუხჭირია, ნაკითხად სარგებლობენ მაქსიმალურად იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია, სწორედ ჯანმრთელობის დაცვის ისეთი პროგრამით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ყველა, ასე ვთქვათ, იმ შეღავათით, რომელიც აქვს საქართველოს ყველაზე უმწვევ მოქალაქეებს და ზემოთ ამისა, გარდა ამისა არსებობს კიდევ საშუალებები, რომელთაც ხდება მაქსიმალურად დახმარება, რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას და სოციალურ დაცვას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა და უზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობის მშენებლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, ერთის მხრივ რომ ჩვენ გავაცნოთ ჩვენი სამშვიდობო ხედვის პრიორიტეტები, ამოცანები, ვისაუბროთ იმ ინიციატივებზე, რაც დაგეგმილი გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ჩემთვის ეს არის ორმხრივი პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მე მოვისმინო წინადადებები, მოსაზრებები, რეკომენდაციები და ზოგადად განვიხილოთ ასევე არსებული ვითარება. რა შეიძლება დაიგეგმოს უფრო პროაქტიულად. ჩვენი სურვილი ის არის, რომ უფრო დინამიური ნაბიჯები გადავდგათ სამშვიდობო პროცესში, ჩვენი ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მონიშნული გვაქვს მთავარი მიმართულებები და რამდენადაც ეს გახლავთ სამუშაო პროცესი, ცხადია, ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა რელევანტური ჯგუფი საზოგადოების ფართო ჩართულობით მოვისმინო ხედვები, რომელიც შეიძლება დღეს ამ ოთახში იყოს წარმოდგენილი. სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას, დევნილთა დაბრუნების საკითხებს ეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებზე, გალის რაიონში განათლებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურების აუცილებლობა აღნიშნეს. შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კიდევ ორი ეგრეთ წოდებული საკონტროლო გამშვები პუნქტის შესაძლო დახურვის შესახებაც ისაუბრეს, რომელზეც აფხაზურმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ გასული წლის დეკემბერში მიიღო დადგენილება. როგორც ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, აფხაზური მხარის უკანონო გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ არაერთხელ დაგმო, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ არ მოხდეს აფხაზური მხარის განზრახვის სისრულეში მოყვანა. იმ შემთხვევაში თუ კი ეს გაცხადებული გადაწყვეტილება მოვა სისრულეში, ცხადია ჩვენ გვექნება ცალსახად ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევასთან საქმე, რომელიც დამატებით შეუქმნის პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით მიმდებარე რეგიონის, თუმცა მთლიანად აფხაზეთის რეგიონის, იმიტომ რომ ორი გადასასვლელი პუნქტით საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არ მოვიდეს სისრულეში, უკუქცეული იქნას ეს გადაწყვეტილება და რეალურად ჩვენ შევძლოთ ფოკუსირება ადამიანების ჰუმანიტარულ ინტერესზე. მათთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვიყენებთ ყველა ფორმატს ამისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ასეთი საკითხების დეპოლიტიზირება. გალის IPRM-ის შეხვედრა დიდწილად ამ საკითხსაც დაეთმო. ჟენევის ბევრი რაუნდის განმავლობაში, მათ შორის ჩემი მონაწილეობის პერიოდშიც არაერთხელ დაგვისვავს ეს თემა, იმიტომ რომ ამ განზრახვის შესახებ წელიწადზე მეტია გვესმის პერიოდულად და ჩვენი ამოცანა გახდათ ის, რომ ეს არ მოსულიყო სისრულეში. შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციის გაცვლის მიზნით მსგავსი შეხვედრების აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ისეთი შეკითხვები დაისვა, რომელიცაც ჩვენ უსვამთ ჟენევის პროცესის და ამ ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთს. ხედვებიც გაგვიზიარა ქალბატონმა ქეთემ, გაგვიზიარა არა მარტო თავის, არამედ ზოგადად შექმნილი მდგომარეობა და განწყობა, რომელიც არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ ჯგუფში, რომელთანაც მას უფრო მეტი შეხება აქვს. ამიტომ საბოლოო ჯამში გია გვაზავას წინადადება გაიზიარა სულ ყველამ, პირველ რიგში ქალბატონმა ქეთემ, რომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდეს უფრო ინტენსიურად. ქალბატონმა ქეთევანმა ძალიან კარგად ჩამოგვიყალიბა ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჟენევაში, ის ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბდა დღეს მეორე მხარესთან, ანუ სეპარატისტულ აფხაზეთთან და რუსეთთან. რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა გავაკეთოთ. კონკრეტულად ესეთი ახალი შეთავაზებები არის, რომელიც ეხება თქვათ განათლების სფეროს. სამედიცინო სფერო თქვენ იცით, კარგად მუშაობს, განათლების სფეროშიც რაღაც ახალი პატარა სიახლეებია, რომლებიც გაადვილებს, თქვათ, იქიდან სტუდენტების აქეთ ჩამოსვლას. ჩემთან იყვნენ ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც თქვეს, რომ ჩვენ 2-3 კაცს დავაფინანსებთ. ესეც გამოსაყენებელია. ეს ყველაფერი ერთი მხრივ პოლიტიკაც არის და სახალხო დიპლომატიაც არის. ჩვენს მივაწოდეთ ჩვენი ხედვა და ძალიან მოეწონა ზოგიერთ საკითხებზე დევნილი საზოგადოების ხედვა.
2 დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხურჩა-ნაბაკევის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის დახურვა ერთი თვით გადაიდო. ინფორმაციას გამოცემა კავკასკი უზელი ნაბაკევის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი მტკიცებით ეგრეთ წოდებული გადასასვლელის გაუქმების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გეგმავს მიმართოს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას არ დაიხუროს ადმინისტრაციულ საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტები. აცხადებს ნაბაკევის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი. დევნილთა შემწეობის თანხების რეფორმის პროექტის ირგვლივ, რომელზეც ტოლოსი და განსახლების სამინისტრო ამჟამად მუშაობს, ხელვარება არ ცხრება. რეფორმის მოსამზადებელ დოკუმენტში განხილულია რამდენიმე ალტერნატივა თუ როგორი უნდა იყოს დევნილთათვის 45 ლარიანი შემწეობის გაცემის ახალი წესი. საპროტესტო აქციები გაიმართა ტოლოსი და განსახლების სამინისტროსთან. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები გამაფრთხილებელ აქციაზე იმ ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც იგეგმება დევნილთა მიზნობრივ სოციალურ პროგრამებზე გადაყვანა და მათი ნაწილისთვის 45 ლარიანი დახმარების გაუქმება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ტოლოსი და განსახლების სამინისტრომ შეწყვიტოს შემწეობის თანხების სისტემის ახალ მოდელზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელიც დევნილთა საცხოვრებელი და სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით ახალ კონცეფციას შეიმუშავებს. ჩემი აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილება არის და ამ ფორმატით, ამ ფორმაში არ უნდა იყოს მიღებული ასეთი რეფორმა. გადასახედია ჩემი აზრით. კომპლექსური საკითხებზეა საუბარი, რომ ეს დახმარებაც რომ მოიხსნას და ზოგს ბინებითაც არ დააკმაყოფილონ, ზოგ სოციალურ სტატუსსაც არ აძლევენ, რომ იმას თურმე ლინოლეუმი აქვს და ტელევიზორი აქვს სახლში და ამიტომ თქვენო არ გეკუთვნითო. შეიძლება იმ ადამიანს 45 ლარი თვეში ბევრ საქმეს უკეთებს, პურის ფულია. ეს ყველაფერი რომ მოიხსნას, რას თავაზობს ამის მაგივრად. რაც გაურკვეველია. ამიტომ უნდა იყოს სრული ინფორმაცია. ეს არის ახალი რეფორმა დისკრიმინაციული მუხლებით. ვითხოვთ შეწყდეს ამ რეფორმაზე მუშაობა, ამ რეფორმის განხილვა. ვინაიდან გარდა იმისა, რომ საკითხში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩანს, არის დისკრიმინაციული, რომელიც შეიცავს ძალიან საეჭვო მუხლებს საბოლოო ჯამში მიმართულია სტატუსის გაუქმებისკენ. რეფორმები აუცილებელია, მაგრამ უნდა განხორციელდეს გონივრულად. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია იმ შემთხვევაში, თუკი არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, ჩვენ გამოვალთ უფრო ფართომასშტაბიანი აქციით. იმის მაგერად რომ ხალხს ხელი გაუწოდონ დახმარების ხელი. ისინი ამ 45 ლარსაც უხსნიან. მე ვარ ცხინვალელი და ცხინვალის ხალხი დღესდღეობით იმიტომ ვდგებათ აქ, რომ ჩვენიდან დაიწყო ეს დევნილობა, ჩვენიდან დაიწყო ეს ლტოლვილობა. ჩვენ გამოვედით პირველები და დღესდღეობით აფხაზეთის ხალხს ნუ შეშინდებიან იმითი, რომ აი მარტო დარჩებიან და მარტო მოუწევთ ბრძოლა. აქ ლაპარაკი ახლა 45 ლარზე. არა მგონია რომ ასე ვიწროდ იყოს ლაპარაკი 45 ლარზე. თუმცა ზოგი ამბობს რომ მე რა 45 ლარი დიდი ამბავი კი არ არისო. ძალიანაც დიდი ამბავია. იმიტომ რომ დევნილთა უმეტესობა ზუსტად რომ იმ 45 ლარს უყურებს. ისინი ამას ელიან. რაღაც დიფერენციაცია უნდა მოხდეს თითქოს აი ამ ხალხის ვის მიეცეს, ვის არ მიეცეს. ესე იგი, ჩვენ გავიგონეთ და ვიცით, პირველი პირისაგან ვიცით, რომ ესე იგი შეიძლება არ მიეცეს და უნდათ რომ არ მისცენ იმათ ვინც მიიღო ბინა, ბინაში რაკნას თუ არც მუშაობს. როგორ უნდა მოეხსნას მას? 10 დღეში პასუხი გითხრან. შეწყდეს საერთოდ ამას ლაპარაკი. ჯერ მიეცი ბინა, დააკმაყოფილე, ხალხი დაასაქმე, ცეცხლთან თამაშობენ. ხალხს აუხსნან სწორად, რისთვის აკეთებენ და ჩემ ხარჯზე ეხლა თქვენ რომ 90 ლარი რომ მოგცენ. ეს რა ამათი დამსახურება იქნება? არასე არ გამოვა. ეს რეფორმა არ არის. ეს არ არის რეფორმა. რეფორმა სახელმწიფო ხარჯით უნდა იყოს, არა ჩემი ხარჯით და უბრალო ხალხის ხარჯზე. ამიტომ უნდა შეწყდეს. არ შეიძლება ხალხის უბედურებაზე თამაში.
ტოლუთ და განსახლების სამინისტროსთან აფხაზთა კრებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმაც გამართეს საპროტესტო აქცია. ამ აქციის მონაწილეებიც დევნილთა დახმარების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი ტოლუთ და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ამ საკითხზე კომენტარი გააკეთეს. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ რეფორმა აუცილებლად გატარდება, თუმცა კონკრეტულად რომელ საკითხებს შეეხება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. რეფორმა არის აუცილებლად გასატარებელი და გაღვატარებ, თუმცა რეფორმის კონკრეტული ფორმა როგორ იქნება, ჯერჯერობით ამის თქმა არ შეიძლება. შეძლებული ოჯახები ბევრი არიან, სწორედ მათი ფული მოხმარდება იმ დევნილებს, რომლებიც მართლა სოციალურად მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს ყველაფერი არის ჯერჯერობით სამუშაო და აქ აჩქარებას ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიცრებს 25 წლის შემდეგ სამივლინებო თანხების დაბრუნება მოსთხოვა. რუსეთის ფედერაციის სასამართლო განიხილავს იმ ოფიცრების საქმეს, რომელნიც უარს ამბობენ თანხის დაბრუნებაზე. რუსეთის 355 საპარაშუტო სადესანტო პოლკის ყოფილი მოსამსახურეები აცხადებენ, რომ ეს პოლკი კონფლიქტის დროს ნოვოროსისკიდან გუდაუთაში აფხაზი მოსახლეობისა და მოლაშქრეების დასაცავად გადაისროლეს. რაც შეეხება სამივლინებო თანხას, იგი დიდი ხნის წინ დახარჯეს. ჩვენ 3000 კაცს მოგვეცა დავალება დაგვეცვა იქ არსებული რუსეთის ობიექტები. კერდოდეშერის 24 სეისმოლოგიური ლაბორატორია, სამხედრო სანატორიუმები სოხუმში, გუდაუთაში, ბიჭვინთასა და გაგრაში. გარდა ამისა, ვახორციელებდით გასვლებს ქართულ-აფხაზურ საზღვარზე. ჩვენ სამოცანებში შედიოდა ლტოლვილების ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთების დაცვა-გაცილება. თადარიგის ოფიცერი ანდრეი აშენი აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მის პოლკს დაეკისრა ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. მისი განცხადებით, აფხაზეთში ნაომარი ოფიცრები აცხადებენ, რომ მათ პერიოდულად და უწყვეტად ხან ნახევარი, ხან ერთი წლით უგრძელებდნენ მივლინებას. მთელი ამ ხნის მანძილზე დაბანაკებული ვიყავით ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე. ასე გრძელდებოდა 5 წელი 1998 წლამდე. მაშინ ჩვენი პოლკი დაშალეს, აღნიშნავს აშენი. სრულიად შემთხვევით მხოლოდ აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ მოსკოვში გავიგე, რომ ოფიცერთა ნაწილს გარდა ხელფასისა და საველე დანამატისა უცხო ტერიტორიაზე ყოფნისათვის განკუთვნილ სამივლინებო თანხებსაც უხდიდნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ სამივლინებო თანხები დოლარებში გაიცემოდა და ამაზე საუბარს სამხედრო მეთაურები თავს არიდებდნენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ქმედებით რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარის მოსამსახურეები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. რუსეთი უშუალოდ ახორციელებდა აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განმარტებით, საერთაშორისო სამართალი დანაშაულად მიიჩნევს თვით ხანმოკლე ოკუპაციასაც კი. უკანასკნელი კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ნებისმიერ შემთხვევაში მოახდინა მის მიერვე აღიარებული ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთი ვიცით, რომ დიდი ხანი, მათ შორის 2008 წლის აგვისტომდე უარყოფდა საკუთარ მონაწილეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებულ საომარ მოვლენებში. თუმცა ყველასთვის ცნობილი არის, რომ სწორედ რუსეთის ჩარევის შედეგად საქართველოს დაკარგა კონტროლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე და ამ შემთხვევაში ბუნებრივია რუსეთის საჯარისო ფორმირებები პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. ანუ თუ ჩვენ ვიმჯერებთ გაეროს გენერალური ასამბლეის 1994 წლის რეზოლუციის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს აგრესიის ორჯერ ფორმას, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ 90-იან წლების დასაწყისში ახორციელებდა ირიბ აგრესიას. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რუსის სამხედროები იქვე გარკვეულ კონსულტაციებს უწევდნენ სეპარატისტებს და ჩილო-კავკასიელ ბოევიკებს, დაქირავებულ ბოევიკებს და უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში. მათ შორის ასევე თქვათ საუბარი არის 355 სადესანტო საპარაშუტო ნაწილზე, რომელიც თითქოს და რუსული სამხედრო ობიექტების დაცვის მიზნით იქნა მივლინებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ სასაზღვრო ზონაში ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის ეგრეთ წოდებული საშვების სისტემა გააუქმა. მოქალაქეებს ეგრეთ წოდებული საზღვრის გადასაკვეთად ამიერიდან დე-ფაქტო საზღვრის დაცვის სამსახურში ეგრეთ წოდებული საშვების აღება აღარ დასჭირდებათ. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის ვალერი ზოზულიას განმარტებით, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადასაკვეთად საკმარისი იქნება მხოლოდ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პასპორტის ან სამსახურეობრივი მოწმობის წარდგენა. არასრულ წლოვნებს კი ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის უფლება დაბადების მოწმობის მქონე შემთხვევაში იქნებათ. ზოზულიას განმარტებით, რაც შეეხება უცხოელებს, მათ კვლავ დასჭირდება ეგრეთ წოდებული საზღვრის გადასაკვეთად ეგრეთ წოდებული საშვები, თუმცა მათი გაცემისვა და 30 დღის ნაცვლად 10 დღემდე შემცირდება.
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციაში ეს უკანონო ნაბიჯად მიაჩნიათ. დიმიტრი სანაკოევის განმარტებით, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობას სურს გამოიყენოს ეს სიახლე წინასაარჩევნო მარათონისთვის. Husari restone foresta april marșan, Zoranta, prezidentul Zoranta. ვფიქრობ, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს მოხსნას დაძაბულობა და უკმაყოფილება იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს კონფლიქტურ ზონაში. ძალიან საინტერესოა, რომ ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლა მიიღეს გადაწყვეტილება და დააპირეს ამ ეგრეთ წოდებული სიახლის დანერგვა, რათა სხვა კანდიდატებს არ გამოეყენებინათ ეს წინასაარჩევნო მარათონში. ვიცი, რომ ეგრეთ წოდებული საშვის გაცემის პროცედურა აღიზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას და იწვევს უკმაყოფილებას. ექსპერტ ირაკლის კიტიშვილს მიაჩნია ეს ქმედება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ აიძულონ ადგილობრივი მოსახლეობა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პასპორტის აღებაში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საშვები უქმდება იმათთვის, ვისაც გააჩნია ეგრეთ წოდებული იქაური მოქალაქეობა. და ამ კუთხით ეს იქნება, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი სიგნალი იმ ქართული მოსახლეობისათვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მახლობლად, რომ მათ მიიღონ ეგრეთ წოდებული მოქალაქეობა იმისათვის, რომ გაიადვილონ გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიგნით. ეს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი სიგნალი გამოუშვა ცხინვალმა იმ ქართველებისათვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვს, ვთქვათ, იქაური მოქალაქეობა, რომ ეს მოქალაქეობა იქონიონ. მეორეს მხრივ არ დაგვავიწყდეს, რომ მალე არჩევნებია და ყოველადაც შესაძლებელია, რომ ეს იყოს გარკვეული პიარი რუსებთან ერთად. ამ შემთხვევაში თუ რუსები ასე მხარს უჭერენ დღევანდელ იქაურ ხელისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ არავით არის სხვა კანდიდატურა ამ პოსტზე ამ ეტაპისთვის არ მოიაზრება. რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო. რუსული და აფხაზური მედიის ინფორმაციით აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარები მუდმივ წვრთნებზე გადავიდნენ და 2017 წლის განმავლობაში 2000 რუსი ჯარისკაცი 40-ზე მეტ საველე გასვლას განახორციელებს. რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, რომ ჯარისკაცების თვითმფრინავი წვრთნა 20 დღიდან 2 თვემდე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით სამხედრო წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა პოლიგონებზე, ასევე კრასნოდარის მხარისა და ვოლგოგრადის ოლქის პოლიგონებზე ჩატარდება. საბრძოლო მომზადების ფარგლებში სამხედრო ბაზის მოტომსროლელები, ტანკისტები და არტილერისტები ცეცხლის წარმოების უნარებს სრულყოფენ ბრონირებული ტექნიკიდან, ტანკებიდან, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, 120 და 122 მმ-იანი საარტილერიო დანადგარებიდან. ასევე ჩაატარებენ 500-ზე მეტ ტაქტიკურ სწავლებას საბრძოლო ქვედანაყოფების ტერიტორიული განაწილების მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ოკუპირებული გალის რაიონი ეგრეთ წოდებულ სამხედრო ქალაქად გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთში რუს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 15,000-მდე უნდა გაიზარდოს. პარალელურად რუსეთის საოკუპაციო ძალები ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნებს მართავენ. საერთო ჯამში მასში 1500 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წვრთნებში გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ავტომატური იარაღი. სამხედრო მანევრები ზარცემის პოლიგონზე იმართება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ პროვოკაციული წვრთნები ზრდის რისკებს რეგიონში. რამაზ საყვარელის განმარტებით, რუსეთის ხელისუფლება ერთ და იგივე სცენარით მოქმედებს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე უკრაინაში. ერთ და იგივე საკეთებს რუსეთი. შესაძლებლად უკრაინა და საქართველო პრაქტიკულად ერთ და იგივე სცენარით მუშაობს. სეპარატიზმი გააღვივა, მერე თვითონ სეპარატისტებს დაუჭირა მხარი და მერე სამხედრო ბლოკს აკეთებს უკრაინაში, ეხლაც იბრძვის ერთ-ერთი მხარის გვერდით. ჩვენ სიტუაციაში უბრალოდ საბრძოლო პოტენციალს უმაგრებს სეპარატისტებს. იმისთვის, რომ რამე რომ მოხდეს, იტყვის, რომ კონფლიქტში ჩაბმულია დაუშვათ აფხაზური ან ოსური და ქართული მხარე. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ამ დროს ერთიანი იქნება მომზადების დონე თვითონ პირად შემადგენლობას და პრაქტიკულად უკარნახებს პირობებს რუსეთი. უკვე აფხაზებსაც და ოსებსაც. ეს პროცესი ფაქტიურად აფხაზების და ოსების დამონების პროცესია. იმიტომ რომ აი ამ ერთიანი ჯარების და შესაბამისად ერთიანი ვარჯიშების და ამ შემდეგ შექმნით ფაქტიურად რუსეთმა
ამ გაუგებარ წარმონაქმნებს წაართვა საკუთარი ძალოვანი სტრუქტურები. და რომც რამე მოინდომონ ისეთი რაც რუსულ სცენარში არ წერია, აი ამ სტრუქტურების საშუალებით რუსეთი პირველი ვისაც დასჯის ეგენი იქნებიან. 2008 წლის აგვისტო გახდა კატალიზატორი რუსეთისთვის, რომ თავიანთი სამხედრო ძალები კიდევ უფრო გაეთმაგებიათ და გაეძლიერებიათ მათი სწავლებები, იმიტომ რომ აგვისტომ უჩვენა, რომ რუსული ჯარი არ იყო მზად საომარი ოპერაციების საწარმოებლად. ამის შემდეგ დაიწყო ძალიან ინტენსიური მომზადება. ეს ნაწილები გადიან გაძლიერებულ მომზადებას. ფაქტიურად მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშობენ ყველა პოლიგონზე, რომელიც აქვს მოწყობილი და აქ უნდა აღინიშნოს, რომ ცხინვალის რეგიონი მთლიანად არის ფაქტიურად პოლიგონად ქცეული, იმიტომ რომ ფუნქცია როგორც ასეთი, როგორც რეგიონის მისი ეკონომიკური თვალსაზრისით მას არ გააჩნია და ერთადერთი ფუნქცია ეს არის ის სამხედრო ბაზა, რომელიც რუსებს აქვს იქ განლაგებული და ის მომსახურე პერსონალი, რომელიც ადგილობრივების სახით დღეს არიან ცხინვალის რეგიონში. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების მოგვარების დაწყებამდე არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსულ მედიაში მისი სიტყვები სწორად არის მოყვანილი, მაგრამ საერთო კონტექსტით სხვანაირად არის ინტერპრეტირებული. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი დაიწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარება და იქნება მიღწეული სერიოზული პროგრესი. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს, ამ თვალსაზრისით არანაირი სიახლე არ არის და ჩვენი პოზიცია ცნობილია რუსი კოლეგებისთვისაც. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გრძელდება ოკუპაცია და მრავალი სხვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება ვერანაირად. მაგრამ თუ კი ამ მიმართულებით ამ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით დაიწყება პროცესი, მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი და შედეგი რაღაც ეტაპზე, ეს საკითხი ალბათ დადგება დღის წესრიგში, მაგრამ არა ეხლა. ამგვარად ამ საკითხის განხილვა ამჯერად არ ხდება. ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართება, სადაც მხარეები ტრადიციულად ორი ქვეყნის სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრები 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური დიალოგის ფორმას წარმოადგენს. მოლაპარაკებები მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტები პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს. ჩვენი მანდატი გვაქვს, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს შევათანხმეთ. ეს გახლავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ეს ძალიან დიდი სფეროებია, ბევრი საკითხია იქ და აი ამ საკითხების განხილვას მიეძღვნება ჩვენი მორიგი შეხვედრა პრაღაში. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ხდომა გაიმართა, რომელსაც აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩევა უძღვებოდა. შეხვედრა ჯანაშიების სახელოვანი ოჯახის შთამომავლის, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ ჯანაშიას ქალიშვილის ენათ მეცნიერ რუსუდან ჯანაშიას ხსოვნას მიეძღვნა. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა ოთარ ჟორდანიამ და ვაჟა შენგელიამ რუსუდან ჯანაშიას სამეცნიერო მოღვაწეობასა და მის წვლილზე ისაუბრეს ენათ მეცნიერების განვითარებაში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, რუსუდან ჯანაშიამ ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობის 50 წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი შეძინა იბერიულ კავკასიურ ენათმეცნიერებას. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ვაჟა შენგელიას თქმით, აღსანიშნავია ენათმეცნიერის საინტერესო ნაშრომები აფხაზურისა და მისი ახლო მონათესავე ჩერქეზული და უბიხური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებზე. აღინიშნა ისიც, რომ მეცნიერი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ქალბატონი რუსუდანი ამშვენებდა არა მარტო ენათმეცნიერების ინსტიტუტს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებას. მისი წვლილი მნიშვნელოვანია აფხაზური ენის შესწავლის საქმეში და მისი ახლო მონათესავე უბიხური ენის შესწავლის საქმეში.
ამ ოჯახის ტრადიციისამებრ აფხაზებთან მეგობრობას და ახლო ურთიერთობას თვლიდა ძალიან მნიშვნელოვნად ქართველი ხალხისათვის და აფხაზებისთვისაც. ასეთ ადამიანებზე უნდა აიგოს ჩვენი ურთიერთობა. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ოთარ ჟორდანიამ ჯანაშიების გვარის სახელოვანი წარმომადგენლების ნიკო და სიმონ ჯანაშიების სამეცნიერო მოღვაწეობასა და მათ წვლილზეც ისაუბრა ქართველთა და აფხაზთა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გამტკიცებაში. რუსუდან ჯანაშია მიეკუთვნება იმ სახელგანთქმულ საგვარეულოს ჯანაშიებისა, რომლებიც წარმოშობით იყვნენ აძიუბჟიდან. ჯანაშიებმა დიდი წვლილი შეიტანეს არა მარტო ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარების საქმეში, არამედ აფხაზური კულტურის განვითარების საქმეში. სიმონ ჯანაშია არაჩვეულებრივად ფლობდა აფხაზურ ენას. როდესაც დმიტრი გულია წავიდა 26 წელს სოხუმში, აფხაზური ენის კურსის წაკითხვა გააგრძელა ახალგაზრდა 26 წლის ყმაწვილმა სიმონ ჯანაშიამ. და აი ამ სახელოვან ტრადიციას აგრძელებდა რუსუდან ჯანაშია, რომელმაც დისერტაცია მიუძღვნა აფხაზურ ენას და წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მამამისი იყო და ასწავლიდა აფხაზურს, კითხულობდა აფხაზურ ენას. აღსანიშნავია, რომ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია ტრადიციულად მასპინძლობს ქართულ და აფხაზ მეცნიერთა საიუბილეო საღამოებს. საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის მანანა ანუა ტყვეობის 52 დღე აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა არტანუჯის მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა. წიგნში აღწერილია ნამდვილი ამბავი, ეს არის დოკუმენტური სინამდვილე 1993 წლის ივლիս-აგვისტოს დღეებში მომხდარი ტრაგედია სოფელ კომანში, რომელიც 14 კილომეტრით იყო დაშორებული სოხუმიდან. ეს წიგნი არის აგებული ქართველებისა და აფხაზების მეგობრობაზე, კონკრეტულ ისტორიაზე. ამ წიგნს აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის. ჯერ ერთი აფხაზებისთვის, იმიტომ რომ იქ ნამდვილად არ იცოდნენ სინამდვილეში რა მოხდა იმ წმინდა ადგილას იოანე ოქროპირის ეკლესიაში, ვასილისკოს წყაროსთან და დღემდე ბუნდოვნად იყო. და მე იმედი მაქვს, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ყველას ეწოდინება ნამდვილად იქ რა მოხდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და ლიტერატორები ესწრებოდნენ. მე მინდა მიულოცო დღეს ყველა ქართველ და აფხაზ კითხველს ეგ შესანიშნავი მოვლენა აფხაზური თარგმანი შორენა ლებანიძის წიგნი მანანა ანუა ტყვეობის 52 დღე და მინდა აღვნიშნო ის რომ მიუხედავად იმისა რომ ის უსაშინელესი ტრაგედიის გადატანა მოუწია ჩვენს ოჯახს და ეს ასახულია ამ რომანში, მაგრამ თავარი, რაზეც გაკეთებული აქცენტი ამ წიგნში, ეგ არის ზნეობრივი არჩევანი, რომელსაც აკეთებს ადამიანი ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, ომის სიტუაციაში. ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი საღამოთი. დღევანდელი საღამო ეძღვნება იმ ძირითადად ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ქართველებმა და აფხაზებმა ერთად გადავიტანეთ და დღეს საქართველოს დედაქალაქში თბილისში ამის გახსენება ყოველი ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. თვითონ ის ფაქტი, რომ წიგნი ითარგმნა აფხაზურად, ეს ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა და მეტად მნიშვნელოვანი, რომ არასოდეს ქართველობა არ ეწინააღმდეგებოდა აფხაზური ენის განვითარებას თუნდაც. წიგნის სიუჟეტი აგებულია ქართველებისა და აფხაზების ისტორიულ სინამდვილეზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხისთვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმელი მწერლის ნანა ქარდავას წიგნის სოხუმი უსახელო ქუჩაზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მწერლები, პოეტები, ლიტერატორები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი. მასში მოტანილია აფხაზეთის ომზე ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც ჩვენთვის ურსოვია. ამ ტრაგედიის შესახებ ქალბატონი ნანა, როგორც უშუალო თვითმხილველი მოგვითხრობს, მას აღწერილი აქვს, როგორ იწყებოდა ეს ტრაგედია, მე როგორ ვითარდებოდა, მე როგორ იყო დევნილობა თბილისში და შესაბამისად ეს წიგნი
ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებისათვის. როცა საუბარია აფხაზეთის პრობლემატიკაზე და დევნილ საზოგადოებაზე, აფხაზეთის ქართულ საზოგადოებაზე, მაშინ ნანაქარდობა გახლავთ ის პიროვნება, რომელზეც სწორება უნდა ავიღოთ. თავისი საქმიანობით, თავისი დაუდგრომლობით, თავისი დამოკიდებულებით პრობლემატიკისადმი, იქიდან იძულებით გადმოსული ხალხისადმი, ქართული სამოქალაქო საზოგადოებისადმი, მას გააჩნია აურაცხელი აკადემიური და ინტელექტუალური შესაძლებლობა, რომ კომპეტენტურად მოუყაროს თავი. წიგნზე ავტორთან ერთად მუშაობდნენ სხვა უსახელო ქუჩელებიც. წიგნის დიზაინი ეკუთვნის ანდრო ვეკუას, რომლის ნამუშევრები ამჟამად ნიუ-იორკშია გამოფენილი. გამომცვლელებმა გაიხსენეს აფხაზეთი პატივი მიაგეს და ღოპულთა ხსოვნას, მოიგონეს სოხუმისათვის მნიშვნელოვანი თავდადებული ადამიანები. ყველა წიგნის გამოსვლა ავტორისთვის ისეთივეა, როგორც შვილის მოვლინება ამ ქვეყანაზე. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ შეიკრიბა აფხაზეთის ინტელიგენცია, ისეთი საზოგადოება, რომელსაც ძალიან პატივს ვცემ, რომელთა აზრი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გითხრათ, რომ ეს წიგნი იწერებოდა წლების განმავლობაში, მას არ აქვს ესეთი ერთი კონკრეტული ჟანრი. ის არის მემუარულიც, პუბლიცისტური, მხატვრული პროზაც, ეს ყველაფერი ერთდროულად და ქმნის საერთო სიუჟეტურ კარგას. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მკითხველი მიიღებს და მოიწონებს. საოცარი სახელი ქვია ამ წიგს. სოხუმში უსახელო ქუჩაზე. ამ დროს ყველა იმ მოგონებას და ყველა იმ ტკივილს, რომელიც ამ წიგშია, აქვს ძალიან კონკრეტული სახელი. კონკრეტულ ქუჩაზე ხდება, კონკრეტულ ადამიანებზეა ეს ამბები და ყველა ესეთი წიგნი, რომელიც იწერება აფხაზეთზე, ყოველთვის ძალიან ტკივილიანია, მაგრამ თან ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თაობები მოდის, რომლებსაც არ უნახავთ აფხაზეთი და არ იციან სოხუმის შესახებ და ამ წიგნებიდან უნდა ისწავლონ აფხაზეთის სიყვარული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის წიგნია, რომელიც აი იმ თაობას შეაყვარებს აფხაზეთს. როგორც ავტორი ამბობს, წიგნს თავისი მიზანი აქვს. გვახსოვდეს და გვიყვარდეს აფხაზეთი. არ დავივიწყოთ, რომ ეს ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია და არსებული სოციალურ-პოლიტიკური ფონი გეოგრაფიას ვერ შეცვლის. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.